Eduard. არ უთამაშია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხავს. ანუ ერთ კითხვას წავიკითხავ. მაგიდის დერბის მეოთხე სეზონი იწყება ბეტსონ სპორტზე, მერვედ ფინალი. ამ მერვედ ფინალის მონაწილეები არიან გაბრიელ ბერაძე, გასული სეზონის Wild Card-ის მფლობელი და ალექსანდრე გაბრიჩიძის 1 მმ-ში კინაღამდა მარცხეველი, ჟიურის წევრიც მათ შორის ორ ქალაქში შესარჩევ ტურნირებზე და ჩვენი ტურნირის ახალი მონაწილე, ფინალისტების გამარჯვებული გიორგი ცაგარეიშვილი. გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? კარგად, საბრძოლო განწყობაზე. ასევე. უკვე აქ ხარ თავარ ტურნირზე, მართალია ბრძოლით არც თუ ისე ადვილად, მაგრამ დამსახურებულად მოიპოვე ეს ადგილი, სადაც ახლა შენ ხარ. ურე გიორგის კვალიფიკაციას და მივხვდი, რომ საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგესთან აქვს საქმე. კეთილი, მოდი დავიწყოთ. პირველი რაუნდი, ახალი რაუნდი, 5-5-ზე წავიდა. მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის გამარჯვებული სახელი და გვარი ამოიტვიფრება ამ თასზე და მას ელის ძალიან მაგარი პრიზი. ბეტსონ სპორტმა დააწესა მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის გამარჯვებულისთვის პრიზად ახალი მანქანა, ისევე როგორც გასულ სეზონში, Citroen C3 ოღონდ უბრალო C3 კი არა, C3 Aircross-ი, რომელიც გამოირჩევა ელეგანტურობით, ეკონომიურია, ეკოლოგიურია, ძალიან პრაქტიკულია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ევროპაში ერთ-ერთი ბესტსელერია. Citroen თბილისი ცენტრიდან მეოთხე სეზონის გამარჯვებული ახალ მანქანას გამოიყვანს. ჩვენი პირველი რაუნდი, რომელიც წესებსაც თქვენც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და ჩვენს მაყურებელსაც, მოითხოვს ეს პირველი რაუნდი, რომ 3 თემა შევარჩიოთ, ასე რომ დავიწყოთ შერჩევა. გიორგი, დაასახელე 1-დან 5-მდე. ციფრი 1. პირველი იყოს. იყოს პირველი. რომელს ირჩევ? მეორე დوار და 2 იყოს. კიდე არჩი 1. 5. კი ბატონო, პირველი, მეორე და მეხუთე. ამ 3 თემაზე ვითამაშებთ ჩვენს პირველ რაუნდს სახელწოდებით 5-5-ზე. მოკლე ახსნა წესების კიდევ ერთხელ, ჩვენ გვაქვს თითოეულ თემაში 5 ბარათი. 5 იდენტური ერთი და იგივე ბარათი დაგირიგდებათ თქვენ და მოცემული პირობის მიხედვით უნდა დაალაგოთ ეს ბარათები სწორად. ყოველი ბარათი, რომელიც სწორ ადგილას აღმოჩნდება, თქვენს მიერ დადებული მოგიტანთ ქულას. ამ ქულების ჯამი მოგაგებინებთ ერთ თემას, ხოლო 3 თემის მოგების შემთხვევაში რაუნდს იგებთ. მარტივია. წავიდა. დაალაგეთ ჩემპიონთა თასის გამარჯვებულები წლების მიხედვით. ადვილი შეგხვდათ, მე მგონი ამას უცბად მიაწყობთ სავარაუდოდ, მაგრამ მაინც ვცადოთ, აბა. იქნებ სადმე რამე შეცდომა დაუშვათ. და მე ბევრი ვიცინო, მაგრამ არ ამგონია. ესეც ჩემი 5 ბარათი. ანუ ძველიდან ახლისკენ, ხო? დიახ, ჩემპიონთა თასის გამარჯვებულები წლების მიხედვით ძველიდან ახლისკენ. თან გუნდიც უნდა გამოიცნოთ, მაგრამ არ ამგონია გაგიჭირდეთ. და ჯერ ძველი, ბოლოში ახალი, ხო? ძველი, ახლისკენ. ძველი, ახლისკენ. კარგი. ეგ არის? თუ ბოლოა დადე ბოლოში რაღაც უყურებ. არ მგონია. არა, ეს ბოლოში ნამდვილად ვერ იქნება. არც ისე ადვილი ყოფილა როგორც მე. არა, 1 წუთი. ეს არის აქ, ეს, всё. კი ბატონო. დავიწყოთ გახსნა. დავიწყოთ. აი აქ შეგიძლიათ დადოთ, რას ფიქრობთ ამ 5 გუნდიდან ყველაზე ადრე ვინ მოიგო ეს თასი? ლაგუნდიანის ბენფიკა. კი ბატონო. ეს ორი პასუხია. 1-1. 61-62 წლები. მეორე? ესენი, ინტერი. კი ბატონო. ინტერს ფიქრობთ მეორეს? კი. 64-65 სწორია. ამის მერე იყვნენ ისა, Busby Babes. კი ბატონო. 67-68 წლების სწორია. თუ სწორად მივხვდი, რომ ეს ფეინორდია, მე იყო ფეინორდი. ფეინორდი სწორია და შესაბამისად ბოლოს არის აიაქსიც სწორია. არა, მე მაინც მართალი გამოვდექი და ეს ძალიან მახარებს, რომ თქვენ ამას თავისუფლად გაართმევდით თავს. უბრალოდ რაღაც მაინც კარგად და ყურადღებით დაძაბულად უყურებდით ემად რამე არ შემეშალოსო. 5-5. აი ფეინორდმა იმას ფიქრობდი, დიდი ხანი ფიქრობდი რომელი გუნდი იყო. ფეინორდი რომელი გუნდი იყო, მაგას ფიქრობდი. არავინ არ მეცნოდა რა. 79-70 წელია ფეინორდის ეგ მოგება. არც უნდა გცნობო. გილოცავთ თითო ქულას. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. დაალაგეთ ბუნდესლიგის ბომბარდირები წლების მიხედვით. ალბათ ესეც არ გაგიჭირდებათ, არ ვიცი. თქვენი 5 ბარათი?
ბუნდესლიგის ბომბარდირებიდან თქვენი 5 ბარათი. მედია ხო, ძალიან ნეოლითში არა ვართ. მესამეთებაც დაგვჭირდება, რადგან პირველი ფრე ითამაშეთ. გაგიჭირდა რომელიმე ცნობა? ო, ეგ ართულებს საქმეს. მოდი. იყოს აი ესე რა. გინდათ გადამოწმება თუ გავხსნათ? გავხსნათ. გავხსნათ. წავიდა პირველი, რას ფიქრობთ, აბა? გთხოვთ? ამას ვერ ვცნობ. მე ესე რო იცანი და თან უზენის ფორმაც არ მიცნობდა, მგონია რომ ყველაზე ძველი უნდა იყოს. კარგი, ეს ვერ იცანი საერთოდ? ვინ იყო? ვერა. და ამიტომ დადე ყველაზე ძველებში. ეს იცანი ვინ იყო თუ ვერც ეგ იცანი და უბრალოდ რატო ჩათვალე რომ ყველაზე ძველი იქნება? ფორმა არ მეცნულება. ფორმით? კი. მინდა გითხრა რომ შენმა ლოგიკამ არაჩვეულებრივად იმუშავა, სწორია. ვერ იცანი, მაგრამ ეგ იყო ულფ კირსტენი, იყო 97-98 წლებში პირველი პასუხი ეს არის სწორი. ხოლო შენ ვინც ვერ იცანი ეს? აცილე და ამის ადგილი ჯერ არ ვიტყვი რომელია, მაგრამ ეს იცანი ვინ არის? ეს გეკასია. გეკასი? თეოფანის გეკასი. თმიანი ვაფშე არ მახსოვს. გეკასი რომელიც 2006 წლებში გახდა. ბომბარდირი. აბა მეორე მაჩვენე. შესაბამისად ეს ალბათ არასწორი მაქვს. რა თქმა უნდა, შესაბამისად ეს არასწორია, შესაბამისად ესეც არასწორია. კი. დარჩა 1-0. სავარაუდოდ ესეც არასწორია. ესეც გაიმართა, კი. კი ბატონო, ეგ ამოროზოა 2001 და 2 წლებში და მაგის ადგილი მეორე იყო იდეაში. ისევ 1-0 რჩება. ესენი არასწორად და ეხა მივხვდი. მეოთხე ადგილი ეხა შეიძლება რომ გადავანაცვლო, ანუ შემეშალა უბრალოდ არასწორად ეს, ანუ არასწორად დავალაგე. ეს პირიქითონზე შენთან არასწორია იქ ბოლოს რაც არის, მაგრამ შენთან ბოლო ორი სწორია. ანუ ე딘 ჯეკო და შტეფან კისლინგი სწორად გაქვს დალაგებული. ასე უნდა მელაგებინა მეც, უბრალოდ აქ შემეშალა თავდაპირველ დალაგებაში ამერია. იმიტომ გითხარი გადაამოწმე მეთქი, მაგრამ არ მინდა ეს ორი რომ სწორად ხონდა, მაინც აზრი არ ხონდა. თუმცა მაინც აზრი არ ხონდა, იმიტომ 1-0 გიგებდება შესაბამისად. 3-0 დამთავრდა, მაგრამ თემა მოიგო. გეკასი გურული იცანი. თმა გრძელი, მე გრძელი თმიანი გეკასი არ. გრძელი თმიანი მახსოვს მე. მე მოკლე თმიანი მახსოვს. შემელოტებული იყო, მაგრამ მაინც გრძელი თმა ქონდა. ტალავერი ქონდა? ხო, ტალავერი ქონდა. რაუნდი ჯერ მოგებული არ არის, მაგრამ ერთი თემა შენ მოიგე და ბოლო თემა ნახოთ თუ შენ მოიგებ, რაუნდსაც მოიგებ. თუ არა და ფრე შეგიძლია დაამთავრო პირველი რაუნდი. მაშასე. დაალაგეთ ლივერპულის მაისურების წლების მიხედვით. ეს ნეტა რომელმა ავირჩიეთ. რა მშლობა გორივე ლივერპულის ფანი ხართ როგორც ვიცი? კი ბატონო. ისე მარტივი არა. ესე და ესე, ხო? ხო? მე აქ რო უყურებ ძლის ვარჩევ და ნეტა როგორ ალაგებთ ერთი ვიცოდე რა. არა, ძალიან რთულია. ახლა გამიმართლა. ანუ ჩემსკენ ძველი. ხო. კი. იქით ახლები. აი ამ ორის თანმიმდევრობაში მეპარება. იდაში გეშალოს ახლა ის ჩემსკენ ძველი იქით ახლები. 50-50 ზუსტად არ მახსოვს. არა, ეს უეჭველი ის. უეჭველია? კი. რომელი წლები ეგ უეჭველი დაახლოებით ეპოქა ხო? მაგრამ 80-იანების ბოლო არა. 80-იანების ბოლო. რომელი ფეხბურთელი გახსენდებათ აი ამ მაისურებით? აუი, აი სემილი და ვიღაცა ეგეთები. ამაზე მე მახსენდება, აი მე მგონი სადღაც 84-ში ეცვათ ეს ფორმა. დიახ. და აუ ის იანრაში 84-ში არა 79-80-ია. ხო? და ეს ორი პასუხია ერთ-ერთი. კი, ეს ერთ-ერთი პირველი ფორმა იყო, მე მგონი, რომ სპონსორი იყო ვაფშე, ხო? პირველი სპონსორი ლივერპულის. ხო. სწორად გახსოვს. ყველაფერი ცოდნა. მეორე. ეხლა არის გადამწყვეტი მომენტი. ძნელი ამბავი? რეა დიდი ალბათობით. კი. აქ ვინ გახსოვთ? აი ეს ფორმა მახსოვს ყველაზე ნაკლებად. სადაც უნდა იყოს 80-იანების ბოლო ან 90-იანების დასაწყისი. 86-87-ია. ხო. და ეს სწორი ადგილია. 2-2. მე როგორ გესა? ამაში აი ამ ფორმაზე სულ მახსენდება ჯონ ბარნს. აი ჯონ ბარნსი მახსენდება ეგრე. ფაულერისთვის ადრეა. ადრეა, ხო? ბარნსი სწორად გახსენდება. კი. 1990-91 წლების ფორმა არის კენდის და სწორად გილაცა გაქვთ. 3-3. გაფუჭდება რომელიმე? ეს არის, ამაზე ეს საუბრობთ მაგრამ ისედაც მახსოვდა რომ აი ეს ფორმა რაც მოწვია მაგის ნაწლების არის ოღონდ საშინაო რა. ხო. რალფბერგის. ხო. ეს აი უენი მახსენდება სულ. ხო, მაიკლ უენი და უბრალოდ შეგიძლია დადასტურებულად ბოლო ბარათი უბრალოდ ამოატრიალოს. ეს ფორმა არც მინდა გავიხსენო, ალბედითი წლებია უკვე. მილან იოვანოვიჩი. და საშინელი პერიოდი. კრისტიან პოულსენი და ვიღაცა ეგეთი.
ბოლო მაისური ხომ არ გახსოვთ რომელი მწვრთნელის დროს ეცვათ? საშინელი კაცის როი ჰოჯსონის დაგლიშის პერიოდი. ეს უფრო მეტ ჰოჯსონია. ჰოჯსონი. ჰოჯსონ გააგდეს პრინციპში შუა სეზონში და დაგლიში ორივეს მოუწია ეს ფენა. და მილან იოვანოვიჩიც აი ჰოჯსონი ზოგახსენო მილან იოვანოვიჩიც. ორივეს მოგიწიათ 5-5-ის სწორი პასუხი. 5-5 ფრე ამ თემაზე რა თქმა უნდა და საერთო ჯამში რაუნდი დათმე, იმიტომ რომ ერთი თემა გაჯობ. კირსტენის მადლმა დამსახურებით 1-0 პირველი რაუნდის შემდეგ გადავდივართ შემდეგზე ბარათონი. მაგიდის დერბის მერვეთ ფინალის მეორე რაუნდი ბარათონი. წინა რაუნდში გამარჯვებული გაბრიელი ირჩევ 1-დან 5-მდე. თუ არ მოგეწონება შენ თავს დააბრალებ, მე რა? 3 იყოს. იყოს. მესამე ყუთში თქვენი ბარათების თემა არის მოქმედი ცენტრალური მცველები. მშვენიერია. არ მგონია გაგიჭირდეთ. ეს გაია. უკმაყოფილო არ ვარ ყოველ შემთხვევაში. ვირჯილ ვან დაიკი არ დაგხვდება ხა ხო? ეჭვი არ მეპარება. კეთილი. ეს ჩვენი ბარათების ათამაშოდ. გასული სეზონისგან განსხვავებით ბარათონს დაემატა ერთი ზოგ შემთხვევაში შეიძლება გადამწყვეტიც გამოდგეს ეს დეტალი. ქულის წართმევა. ვა, თუ თქვენ ვერ აიღებთ, მოწინააღმდეგეს შანსი აქვს წაგართვას. ანუ როგორც პაპაკარტოში. დიახ. ვა. ზუსტად. გაბრიელ, დაიწყე. ეს არის ნაპოლის ცენტრალური მცველი. ნაპოლის ფორმაცია და მიითვალე რომ ვითომ რამე გამოიცანი? სახეზე ყველაზე ნაკლებად გამოსავს რა ვიცი. ბონჯორნო. სხვა ვერსიაც ქონდა? არ სახეზე ნიჭის ხალხის ფაქტებს უფრო კარგად ვიმასწორებდი სახეებს. რა ფაქტი დაინახი აქ ბონჯორნოს? სხვები ვიცი სახეზე და ბონჯორნო არ ვიცი და მაგით უფრო ბონჯორნო. სახელის გახსოვს? ალესანდრო ბონჯორნო. კი ბატონო, ეგ არის. დილამშვიდობისა. ეგ არის. მიითვალე, ერთი კულა გაქვს. აი, სახეებიო, ხო ამბობდა, მეც არ დიდად ძლიერი არა ვარ სახეებში. ერთი წუთი შეიძლება. რა გოგლიჩიც. არ არის სწორი, აბა გადაეცი მეგობარს. ეს ფოტო თვითონ შეიძლება ბოლოს ანაკლებო პაუზა უნდა იყოს ფორმიდან გამომდინარე. ანუ ბოლოს ანაკლებოზე ახლა მიცველი. სერცხელი რო არ ვიცი. ლაცაბიძე? შენც ვერ აიღე, ჩემთან დარჩა. ეს იყო ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ეხლა მოქმედი წევრი ნაკრების საბა ხვადაგიანი. ხვადაგიანი. დიახ ბატონო. ეს მე. სახელი გავარტყი გვარი ვერა. ეს არის თუ სწორად მახსოვს ვივიანი. რა მიგიყვანა მაგამდე? სახელი ბილბაოს თამაშობს. ზოგი იცნობ სახეზე. არა, ბილბაოს თამაშობს ცენტრალურ ცნობილი. მე მაინტერესებს ხოლმე რაღაცა უცნაურ ლოგიკურ ბმულებს აკეთებ ხოლმე და რამე იყო თუ უბრალოდ სახეზე იცნობ? არა, ეს ვიცანი ნაკრებიანი, ეს ნაკრების წევრიცაა და სწორია, დანი ვივიანი სწორი პასუხი. აიღე კულა. აი, რა შემდეგ ვინ არის? ვინ არის ეს? ხეტაფე? მე არ ვიცი ეს და ეგება შენი ცოტა. ასე თუ აპირებ, თამაშს არ გამოვა, სამაიც არ იჭედეგი. გინა არა მაქვს. ახაც თუ გავარტყამ თორე. არიქა გადავჭით ბიჭო. ხეტაფე შემოგნობს საერთოდ არ ვიცი, ახლა სეზონ სეზონის ხეტაფე შემოგნობს. არ ვიცი. ერთადერთი. არ ვიცი. ვერსიაც კი არ მაქვს შეიძლება იყოს. ხეტაფეს პარაგვაელი, ომარ ვერა? ალდერეტე? ჰო, ეგ არის. პარაგვაელი ნომი მიყვანა თორე ისე. სახელი კი ვიცი, მაგრამ ახლა სანდერლენდში გადავიდა ახლა. ვა, გამიმართლა. ჯონათან ტა. კი. ჯონათან ტა, სწორი პასუხია. 3 კულა გაქვს. ტა. კიდე კაი, ვის არა. აბა, ნომერი? ნომერი 3. რა ქვია კაცმომოს დანტე. რა თქმა უნდა, ძლივს 3-1. დაიღე კულა. ჩვენი. არ ვიცი. აუ, მაგას წაგართმევს. სოციედადის ძველი გოროსაბელი მახსენდება მარტო და არ ვიცი ეს გოროსაბელი. არა სხვა არა, აბა ცალე. სოციედადი, ხო? შემარცხინე. არ არის. ერთი წამი აიმე ერთი იყო სუბიმენტის ზე იწყებოდა და მეორე კიდე ერთი ზე იწყებოდა და ეხა გვარი დამავიწყდა. ბიჭო გავიდა დრო. ხო, არა, გავიდათ რომ არა, სწორად მივიდოდი. ეხლა გავიდა მარსელში, მაროკოელია. აიე ფაგერდი. ემოც ვასფიქრობდი. ხო, სუბენდიას ფიქრობდი. სუბენდიას ფიქრობდი. აიე ფაგერი ხო. აგერდია. შენიერება.
ჩემი აღება. აბა ნახოთ. აქ აბა დენბერნი. ვინ არის ესა? დენბერნი. კი ბატონო, სწორი პასუხია. 3-2, ხო, ცოტა სოლიდურად წამოეწევია. ნუ, რაც მეტაკლებად ისეთ ხწოვი ხალხი ამი. აუ, ერთი ვიცი, კელი ხალი ფეხბურთელი და თუ არის თორე ისე უშენს. ხალი ფეხბურთელი ერთი იცი მარტო? არა, არსენალის ფეხბურთელი, ხალი კელი ვიცი და თუ არის არ არის ესე. ქლოიკელი არ არის. შენ თუ იცი? ცენტრალური მცველი უნდა იყოს ხო თან? ქლოიკელი არა, ბეთ მიდი ხო არა? არა, მიდი მცველი არ არის. ვიცი, მაგრამ FIFA-ში მიდევს ხოლმე შემტევია. არ ვიცოდი ხა ქალი ფეხბურთელი. მე მგონა ამის სახელი უფრო ასე თუ ისე ცნობილი იყო, ვიდრე ის, ვისაც თქვენ ამბობთ ამდენი ხანი. ლია უილიამსონი. არიცით? არც კი მსმენია. ინგლისის ნაკრების კაპიტანი. ხალი ფეხბურთელი. არსენალის წევრი. FIFA-დან პაკებში რო აგდებს თორე. არსენალის ხალი ფეხბურთელს ერთ ვივიენ მიდემას თუ დავასახელებდი, ეგეც არ ვიცი თამაშობს თუ არა ჯერ კიდევ. თქვენ თავს დააბრალეთ თუ ქალებს არ უყურებთ. აუცილებლად. აი, ეხა ჩემი აღება? მოდება ეს ერთ-ერთი ეს ახალგაზრდა ნაკრების ტიპი არის. კაი, ესე იგი ვიცი ვიღაც ახალგაზრდა უნდა მახსენდებოდა ეხლა, მაგრამ არ ვიცი. არიცი. აბა შენ სწადე. ეს უნდა იყოს, ვიცი. ვიცი. ერთია თუ მეორე. მე მგონი ივაგელაშვილი. მეორე ვინ იყო? ერთი კანდაზე მეორე ივაგელაშვილი. მაგრამ მე მგონი ივაგელაშვილი. ივაგელაშვილი მეპასუხე შენ. კი. ჯობდა ის ერთი გეპასუხა. კალანდაძე ხო? დიახ. აი რა. იყო ახალგაზრდულში. ხო. სანდრო კალანდაძე. ესე ჩემთან დარჩა. ცოტა უპასუხეთ ჩემ. ნაკრებში დაბაშა. მე. ეს მარტივი შემხვდა. ლევი კოლვილი, სწორი პასუხია. მითვალე 4-2 არიქა. დავეძიოთ. აბა რაღაცა კაი გავხსნათ. ო, ჯარელ ქვანსა. ჩვენი კაცი. ხო, კი ბატონო. ქვანსა. ჯარელ ქვანსა. ბარსელონას ცენტრალური მცველი, ვიცი მაპილეონი. მეტი არცი? მეტი მე მგონი მეორეც ვიცი, მაგრამ უკვე თქვი მაპილეონი და შესაძლოა ეს არ არის. აჰა. ვიცი. კალებში გვიჭირს რა. ხალი არა, ვიცი ფეხბურთელი ორი ვარიანტია და ანის უნდა ყოფილიყო ანის. არა, მე არ ვიცი მამის პასუხი. ირენ პარიდესი, ხო? და გეთქვა მე. აუ, ორი ვარიანტი მქონდა, უბრალოდ ეგეც FIFA-დან ვიცი და სახეზე კი არ ვიცი. აი და ერთი შორეული ავიღოთ ახლოს ბოჭა. ირენ პარედესი იყო ეს კი. დორტმუნდის ფორმატში, ეხლა მაგრამ ეხლა ის მაინდა-მაინც ისე არა, რომ ეხლა დორტმუნდში თამაშობს, ხო? აი, ღმერთო ჩემო. სულე არ არის, მაგრამ ანახი. აგერა ისე. აღარ მიდაიოს. ორი. სულე, ავი არ არის, რა ვიცი რა არის. არ არის მაგასთან. მე მგონი წავიღეთ მაგას ნიკლას შლოტერბეკი უნდა იყოს. ეგ არის. მიითვალე. რამდენი ბარათი დაგვრჩა? 2, 4 5-3-ია, ანუ თეორიული შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. ორი ბარათი გაქვს ასაღები. თან წართმევაც არის, როგორ არ არის შანსი, დიდი შანსია. ვინა? მახსენდება ყوارია, რა დავიცი. ყوارია. არა, ვიხსენებ გვარს. ნუ ესე თამაშა გვარ უნდა თქვა, რა ვიცი. არა. მოთხოვნა ეგ არის. მე მგონი სევილია. აი რო. რაღაცა თითქოს ახლოს აგონებაში, მაგრამ ეს არის ლა ლიგას უარყურებ ადამიანი. ხო, მეც დიდად რაღაცა ვერა? ვერა. რანგი უნდა იყოს? ეს არის ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც გადავიდა ლევერკუზენში, ახლახანს და მისი გვარია, რომელიც ჩემი დაიხსენე, ბადე, ლოიკ ბადე. ინგლისთან ერთად თამაშობდა და აი აღარ ვთქვი უბრალოდ. მარსელინ. აი არა, ან სახეებში ვერა ვარ მე, აი რა. აბა ნახე. აბა სადე? არგენტინელია მე მგონი, მაგრამ გვარს ვერ ვიხსენებ. რა გვარია? ვერა? არგენტინელი არის ხო ისე? კი. ვერა იქ. კაპიტანია. არა, მარსელის კაპიტანია, მაგრამ არგენტინელია, ეგეც ვიცი უბრალოდ. ლეონარდო ბალერდი. ბალერდი. ჩვენ დაგვრჩა ორი ბარათი, გადავხედოთ. ახლა უნდა იყოს ან მარტივი რომ გამოვიცან, ან ისეთი რთულიო ვერ მომპარს. გვაქვს ანგარიში. შევხედოთ სიტუაციას 5-3 და 2 ბარათი. თეორიულად არის შანსი. ჯერ შენიერება მერე შენი. იმ შემთხვევაში თუ მასაც წართვე და საფრთხესაც უპასუხებ, ფრედ გადაარჩენ ამ რაუნდს. აუ, ნახოთ. ფიჩას. ნდიკა. ევან დიკა. ნდიკა არის ეგა? ევან დიკა? მე მგონი.
დამთავრდა ეს რაუნდი. შენი გამარჯვებით. ეგ არის. ეს რაუნდი დასრულდა, საერთო ანგარიში გვაქვს 2-0 გაბრიელის სასარგებლო და გადავდივართ მესამე რაუნდზე, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, რომლის დათმობაც არავითარ შემთხვევაში შენი მხრიდან აღარ შეიძლება. პაპა კარლოს 5. ეს არის მერვედ ფინალის მესამე რაუნდი. პირველი და მეორე რაუნდი გაბრიელმა მოიგო ოლგო გიორგი საგადაშვილს, იგებს 2-0-ს. მესამე რაუნდი შენთვისაც პრინციპში შენთვისაც გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს, კარგი გაგებით რომ თლიანი თამაში მოიგო თუ მოიგებ, ხოლო შენ ფრედს კი არ გაწყობს. ეს რაუნდი უნდა მოიგო და შემდეგი რაუნდიც მოიგო, რომ პენალტების სერიაში გავიდეთ და თლიანობაში თამაში გადაარჩინო. ეს მცირე შესავალი. რაც შეეხება პაპა კარლოს 5-ს, აქ ჩვენ წესები არ შეგვიწყვია. კითხვაზე სწორი პასუხი 1 ქულა, არასწორი პასუხი მოწინდა აღმდეგესთვის კიდევ 5 წამის აფიქრელად და პასუხის გასაცემად. გადავხედოთ თემებს. თუ სადმე რომელიმე თემის სახელი კითხვას გააჩენს, განვმარტავ. დავიწყოთ. რატომღაც მათი კარიერა ინგლისში დაიწყო, ასე ქვია ერთ თემას და არ მგონია დიდი განმარტება დასჭირდეს ამას. დაუჯერებელი პარადოქსები, გაწირული ფეხი და არა მარტო ტრავმები გულისხმობა. ერთ დროს ერთ გუნდში დალგლიშის ბლეკბერნი, ჩვენი ჩემპიონატის კაპიტნები, რეპლიკანტები, სახელი და გვარი როცა მეორდება ორი ადამიანის. განაპირა მცველების კულტურა ირლანდიაში, გრემ პოტერი და ფენიქსის ორდენი, სიტყვების თამაშია და მიხვდით, და ბოლოს რომა, ლაციო და მოქალაქეები. იქ ბატონო. დავიწყოთ? დავიწყოთ. დაიწყე. წინა რაუნდის გამარჯვებულო გაბრიელ. აირჩიე თემა. მოდი დავიწყოთ ერთ დროს ერთ გუნდში. სად იყო? ერთ დროს ერთ გუნდში. ამით ვიწყებთ. კი ბატონო. ივანი ბარსას ლეგენდა, მესუთი რეალის. მაგრამ იყო დრო ორივე ერთად ამ კლუბის ღირსებას იცავდა. ამას მე დავიტოვებ შეენება. გელზერკირხენის შალკი. გელზერკირხენის შალკი. სწორი პასუხია. მიითვალე წყნარად და მშვიდად ერთ. პარემ გავაგზავნოთ. კი ბატონო, დავტოვოთ. 2002 წლის ნოემბერში ამ გუნდმა სახლში არსენალთან უშანსოდ წააგო. სკამზე კი უკვე მკვდარი გვარდიოლა და ბატისტუტა ედოთ. იანვარში ორივე გუნდიდან გაუშვეს. გავიდა დრო? 1 წუთი. ბატისტუტა და გვარდიოლა, ხო. და დრო ამოიწურა. გაქვერსია. შემთხვევით ხო არა სამპდორია. არ არის სამპდორია, ამიტომ შემთხვევითობას აღარ დაუწვდი და 5 სულ წელს გვარდიოლა უნდა იყოს რომაში. და ბატისტუტაც ალბათ. 5 წამი გავიდა. გააქვს სხვა ვერსია? არა. რომას პასუხობ. კი. სწორი. ავიტოვო? რომელი მაისურით შენ გაწვა? კი. ქულა არცმეულია, 2-2. მოდი მაშინ ახლა არა. ფეხი. ჩავადოთ. გავწირული ფეხს მიხედოთ. იქნებ უშველოც ანუ ხოლმე გაიწერა. გაწირული ფეხი და არა მარტო. 2005 წელს ილდირაი ბაშთურქთან შეტაკებისას ოთარ ხიზანეიშვილმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. 8 წლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში დაბრუნებულმა ამ მეკარემ კი ყბა მოიტეხა და რამდენიმე კვირა საავადმყოფოში იყო. ნაკრებში მას შემდეგ აღარ უთამაშია. აკაკი დევაძე. სწორია. ტრავმები არ გვინდა? მოდი ტრავმირებული ვართ ახლა. ბლეკბერნი ვნახოთ. ბლეკბერნი? ხო. კარგი. დალგლიშის ბლეკბერნი. ავიღოთ ეს თემა. კი ბატონო. ბლეკბერნის ამ ნორვეგიელმა პრემიერშიპის თასი მანჩესტერ იუნაიტედთან ერთადაც აღმართა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგა 2 სხვადასხვა გუნდით მოიგო. ბლომკვისტი ხო არა? არა. 3 წამში გაცემული პასუხის იმედად რატომ ხარ ხოლმე, როცა 10 წამი გაქვს? რა გეჩქარება? თუ სწორად მახსოვს, ეს უნდა იყოს რონი იონსენი. არც ეგ არის სწორი პასუხი. ეს იყო ჰენინგბერგი. რონი იონსენიც ხო. ისე კიდე რამე გახსენდებათ? სხვადასხვა გუნდში პრემიერლიგის ერთი ფეხბურთელი სხვადასხვა. რობერტ ჰუტი. ბევრია. ჯეიმს მილნერი. ხო. მეტი არ მახსენდება მე თავს, მაგრამ ვიღაცა ეს პასგარაში შეკითხვა იყო. ოუენს არა. არა, ჩვენთან არ მოუგია. ხო, სამწუხაროდ. კაი, მე ტრავმას დაუბრუნდი. კარგი. ისევ გაწირული ფეხი. და არა მარტო. ტრავმა და არა მარტო. 5 ივლისს ჯიჯიმ ატლანტაში ჰარალდ შუმახერი ჩაატარა და ამ კაცს
ახალი 10 ნომრიანით თამაში დიდი ხნით დაუპაუზა? ჯამალ ბემბი მუსიალა. სწორი პასუხია. არ იყო ეს ისტორიაში დიდად საძებნი და საჭიჭქნი. არა, ის ირლანდიელი განაპირა მცველები ნახოთ. კეთილი. განაპირა მცველების კულტურა ირლანდიაში. ირლანდიელი განაპირა მცველებით ამ კლუბს ჩემპიონთა თასიც მოუგია და ჩემპიონთა ლიგაც. მაგალითად, როდესაც ჩემპიონთა თასი მოიგეს, ფლანგებზე ტონი დანი და შეი ბრენანი დარბოდნენ. რომელ კლუბში დარბოდნენ ეგორნი? დრო? მანჩესტერი, მანჩესტერ იუნაიტედი. ხო, მე მინდოდა მეკითხა დააკონკრეტე მეთქი, ყოველი შემთხვევაში. იუნაიტედი პირველი ქულა, მიიტვან. 4-1. შენ ხო არ გინდა? მოდი ტრავმაში დავბრუნდეთ. როგორ? ტრავმაში დავბრუნდეთ. კარგი, აბა ისი ტრავმა იქნება ამჯერად. ტონი პულისის სტოკის სიტის ამ კაპიტანს უელსის ნაკრებში უნდა ეთამაშა. მაგრამ რადგან პრემიერ ლიგაში არონ ნემსის ფეხი მოტეხა, უელსიდან აღარ დაუძახეს და თავი როი ჰოჯსონის ინგლისის ნაკრებში ამოყო. ვინ იყო ეს კაცი, ეს კაპიტანი? ამის პასუხი ვიცი დანაბშულები. იცი? არა, მაგრამ ხარუც ალბათ რაიან შოუკროსი. სწორი ხა, ეგ იყო, შოუკროსი. დაგიდასტურა. მე რა ფსაღალო. სწორი პასუხია. ამოიწურა ეს თემა. ხო, არ მახსოვდა რემზის რომ ამოტეხა ფეხი. კი. სხვათა შორის ჯერარდის მიასე თამაში ინგლისის ნაკრებში ითამაშა შოუკროსმა. ეგ ის თამაში ზლატანმა რო მაკრატელა გაიტანა ცენტრიდან. 4-2 შედეთან. კი. Yes. შემჯერია. ტრავმები ყოფილა, კაი, ტრავმებს მინდა. აღარა გაგორჩ, ამოიწურა. არა, შემდეგ რაუნდებში. ირლანდიაში დამაბრუნეთ ერთი. კი ბატონო. განაპირა მცველების კულტურა. ირლანდიაში. ლივერპულის ფორმით ჩემპიონთა ლიგის თასის ფინალი ორ განაპირა აირიშმენს უთამაშია. სტივ ფინანს და ამ კაცს, რომელიც ჯონ ჩემპიონთან და პიტერ დრულისთან ერთად Pro Evolution Soccer-ის კომენტატორი იყო. ორი ვარიანტი მაქვს. ერთი არის მარკ ლორენსონი, მეორე არის ჯიმ ბეგლინი. და რომელი შეიძლება ავირჩიო? არ გამორიცხავს რომელიმე მოცემული პირობა ერთ-ერთს, გავიდა დრო ამასობაში. ბეგლინი იყოს. სწორი პასუხია. მითვალე. პროევოლუშენ მინდა მორიცხავთ. მარკ ლორენსონს აქ ეს 2010-ში მარკ ლორენსონი და ჯონ ჩემპიონი არიან. ბეგლინი და ჯონ ჩემპიონი მახსოვს მე. მე შემოვიდა ბეგლინი, კი. მოდი იყოს ჰარი არა და გრემ პოტერი და ფენიქსის ორდენი. გრემ პოტერი და ფენიქსის ორდენი. გრემ პოტერმა შვედური ესტერსუნდით 2017-18 წლების სეზონში ევროპა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის დაძლევა შეძლო და მერე ამ ინგლისურ კლუბს მე-16 ფინალში გასვლაზეც მოუგო. 17-18. ვის მოუგო? დრო. დიდად ახტოვანებული სახით არ იყოლება შეიძლება მოწინააღმდეგეც მომეც მიცი. კაი, ის იყოს მანჩესტერ იუნაიტედი იყოს. არ არის სწორი? წავიდა 5 წამი? 18-ში ლიგა ჩემპიონი. ვინ იყო ევროპა ლიგა? უх, რა კარგი იქნებოდა რომ აგერთმია. გავიდა დრო. და საუთჰემპტონი ხო არის? არა. ბარნლი? არა. ყველაფერი ააცილეთ. ვენგერის არსენალი იყო. არსენალი იყო ევროპის ლიგაზე, ხო, ნახევარფინალში გავიდნენ. დავტოვოთ? როგორ დავიწყო? ჰარი პოტერი. მოდი იყოს აბა ერთი გრემ პოტერი. დავტოვეთ. პოტერის ლონდონში ყოფნის დროს ჩელსიმ ზამთარში თითქმის 300 მილიონი დახარჯა. მათ შორის 100 მილიონი სულ ახლად გამომცხვარ ამ მსოფლიო ჩემპიონში. დაიტოვ. იცი ხო? არა, გამოიცნობს ასე. ესა ენცო ფერნანდესი. დიახ ბატონო. ცოტა დაბნეულად დაიწყე, მაგრამ ბოლოში სწორად გახვედი. მოდი, ირლანდიელი განაპირა მცველი. კი ბატონო, აგერ არის. ჩარლი გალახერი პირველი ირლანდიელია, ვინც ჩემპიონთა თასი ლიგა მოიგო. აი ბოლო კი მარცხენა ფლანგელი კეიტი მაკკეიბია, რომელმაც ამ კლუბთან ერთად წელს იმავე შედეგის დაფიქსირება შეძლო. მივხვდი. სავარაუდოდ უნდა იყოს არსენალი ქალებში მოიგო და კეიტი მაკკეიბი ჩემპიონთა თასს. აქ არის მაგის ადგილი ქულა. 6-3. კი ბატონო.
მოდი აბა პარადოქსებში ჩავიხედოთ რა საინტერესოა. დაუჯერებელი პარადოქსები. ერთი ძმა მილანის წევრი იყო, მეორე ბარსელონასი. მაგრამ დაუჯერებელია რომ 1994 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ორივეს ლეგიონერებზე ლიმიტის წესმა გამოატოვებინა. ვინც? ისინი ხო არ იყვნენ რა ქვია. აბა. დრო ამოიწურა? უმანები. არა. მე მგონი არიან მიქაელ და ბრაიან ლაუდრუპი. დიახ, რა თქმა უნდა, ეგ არის. აგარ ფაქულა 7-3. აგარ შენ პარადოქსები თუ გინდა? არა, პარადოქსები არ მოგიძნა პარადოქსებს. მართლა გითხრა, ჩვენ ჩემპიონატიც მოგიხსენებათ. მოდი აბა რეპლიკანტები ნახოთ. როგორ გამოსწორდა რეპლიკები? რეპლიკანტები 1 სელტას ლევანტეს და 2002 წლის მუნდიალის მონაწილე ფეხბურთელი იყო. მეორე რეალის აღზრდილია, მაგრამ სიმეონეს ატლეტიკოში თამაშით ვიცნობთ. იცი? თუ შენს ფიქრი გჭირდება, გავიდა დრო? მარკოს ლევანტე? არა. გაქვს 5 წამი. წავიდა შენი 5 წამი. გავიდა შენი 5 წამი. ნიკო გონსალესი? არა, გაგახსენდა. ვინ? ხუან ფრან. კი ბატონო. ექსტორი პასუხია, მაგრამ ისეთი არა რომ ეს შენკენ წამოვიდეს, ჩემთან დარჩა. აუ რა სეიგი. არა, თანამედროვეში თორე ხუან ფრანი აბარა. კი ბატონო. ჩამოთვალოთ თემები კიდევ ერთხელ. რეპლიკანტები, რომა ლაციო და მოქალაქეები, რომელსაც ხელი არ დააკარეთ ჯერჯერობით. გრენ პოტერი და ფენიქსის ორდენი, რატომღაც მათი კარიერა ინგლისში დაიწყო, დაუჯერებელი პარადოქსები, ერთ დროს ერთ გუნდში დალგლიშის ბლეკბერნი, ჩვენი ჩემპიონატის კაპიტნები. ეს არის ჩვენი დარჩენილი თემები და შენ აირჩიე? რატომღაც მათი კარიერა ინგლისში დაიწყო. საინტერესოა. აბა ვნახოთ. ეს ესპანელი ბლეკბერნ როვერსის აღზრდილია. და 2 ძელს შუა დებიუტიც სწორედ ივუდ პარკზე ჰქონდა. საერთოდ ინგლისის გარდა სხვა ქვეყანაში პროფესიული ფეხბურთი არც უთამაშია და დღეს ისეთ გუნდშია, ამას ალბათ საერთოდაც არ ნანობს. ამოიწურა. დავით რაია? ეგ არის, მიითვალე. მეოთხე ფულა. იყოს რა დავტოვოთ. დავტოვოთ. რატომღაც კარიერა ინგლისში რომ დაიწყო, მათ შესახებ შეკითხვები. ენცო მარესკა, რომელმაც ივლისში ჯანის მოტანილი 125 მილიონი გადაკეცა, სალერნოელი სამხრეთ იტალიელია. მაგრამ პროფესიული ფეხბურთი ამ მიდლენდელ იადონებში დაიწყო. დაიწყო თუ არა მან და არ მახსოვს, მაგრამ მიდლსბროში თამაშობდა. ამოიწურა? ბირმინგემ სიტი. ბირმინგემ სიტი? კი. არასწორი პასუხია. მოგცემ 5 წამს. დრო? ვესტბრომი ხო არა? ხო არა კი არა და ეგ არის. აიღე. ო ეს ცუდი იყო. ჩიკ-ჩიკიც არ დამაწყებინოთ ახლა. მიდი, გავაგზავნე. ჩემი არჩევა? ხო. მოდი ეგ დავამთავროთ. დავამთავროთ, კი ბატონო. ინგლისში რატო დაიწყო კარიერა? ორი ქულა მოგიტანა ამ პაკეტმა და რატომაც არ დავამთავრე. წავიდა. ბოლო შეკითხვა. ამ გერმანელის პროფესიული ფეხბურთი 2001 წელს რატომღაც ასტონ ვილათი იწყება. მაგრამ ექნებოდა შემდეგ ასეთი წარმატებული კარიერა საკუთარ ორიენტაციაზე საჯაროდ საუბარი მაშინვე რომ დაეწყო. ტომას ჰიცლშპერგერი. სორია, ამ პაკეტმა მაგარი სამი ქულა მოგიტანა რა ესე იგი რა. სორია. მოდი იყოს რეპლიკანტი. 7-6-ია მასობაში ანგარიში. რეპლიკანტი. ცოტას და დაგეწევა, რეპლიკანტები ვნახოთ. ძალიან ცუდი. ერთს ევერტონთან ერთად თასების მფლობელთა თასი აქვს მოგებული. მეორეს ტოტენჰემთან ერთად უეფას თასი.
აი 1986 წლის მუნდიალზე კი ორივე ინგლისის ნაკრების განაცხადში იყო. წავიდა დრო. სახელი გვარი. ვერსენებს გასვერავის? კიდე გაქვს 2 წამი, 1 წამი, 0 წამი. ყველაფერი. კარგი. აბა. გავანულოთ და წავიდა 5 წამი. ვერა. დრო ამოიწურა. უილიამ დინი, ეგეთი ვინმე თუ არსებობს. დიქსი დინი გამახსენდა ერთადერთი უილიამი ერქვა სახელმწიფო. რა ვიცი, რით შეიძლებოდა და გახსენებოდათ ეთყობა არ გაგიგიათ. გარი სტივენსი იყო სწორი პასუხი. გარი სტივენსი არც კი ვიცი ვინ არის. დიდად ვერ ვატყობ თქვენს დიდ გულის წყვეტა სამის ვერაფერს. ორი გარი სტივენსი იყო, ერთის და ერთის ვიჭამო. კარგი, ავიღე ეს მეკულა. აჰა. რეპლიკანტებში ერთი შეკითხვა კიდია. დალგლიშის ბლეკბერნს ჩავხედოთ კიდე ერთხელ. დალგლიშის ბლეკბერნი. საჩემპიონო სეზონში გუნდის კაპიტანი ტოტენჰემის და ასტონ ვილას ეს ყოფილი მწვრთნელი იყო, რომლის გამოც ჯეკ უოკერმა ტიმ შერუდი. არც კითხვა დამთავრება, არც წამრომი ჩამირთია, მაგრამ სწორი. ზიდანი რა თქვინდა შერუდი ყავსო და დაგიწია. 7-7. მოდი იყოს რომა ლაციო და მოქალაქეები. კი ბატონო. კი ბატონო. რომა, ლაციო და მოქალაქეები. 2018 წელს ამჟამად კრისტიან კივუს ეს ასისტენტი ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, ვინც რომაულ დერბიში გოლის გატანა ორივე გუნდისმა ისურით შეძლო. პირობა ადვილია. გახსენება ძნელი. რომელ წელსო? 2018 წელს. ერა? მარკო პაროლო? არა, ვიცით 5 წამი. აბანახი. არა 2018 წელი ამის. დრო. არა დრო. კოვაჩი, თუ. არა დრო გამოიწურა, კოლაროვი ხო არ იყო? ძალიან დააგვიანე, სამჯერ გაგაჩერე და ბოლოს დრო ამოიწურა დავიძახე და ამის შემდეგ თქვი რომ კოლაროვიო. კი ბატონო, ალექსანდრ კოლაროვი იყო ეს პასუხი, მაგრამ გვიან მოვიდა. გვიან გამახსენდა კოლაროვი. გვიან მოვიდა შენამდე. მარცხენა მცველია ვერ იფიქრე რომ ბაიდაბაის მაგან საქნა. ჯარიმა გაუტანა მე მგონი თუ საერთოდ მახსოვს ლაციოს. გაქვთ ეს? ხوارგი? არა, ისე ის ამოვწუროთ დალგლიში და ბლეკბერნი თუ დარჩა იმაში. კი, გვაქვს კიდევ. ძალიან კაი. ბრეივჰარტი. ეს მეტსახელი ჰქონდა ევრო 96-სა და 98 წლის მუნდიალზე შოტლანდიის ნაკრების ამ კაპიტანს, რომელიც დალგლიშის ბლეკბერნში დაცვის ნამდვილი ლიდერი იყო. ამოიწურა. დეივიდ ვირი არ არის მე მაგრამ. არა, გააქვს 5 წამი, მიდი. უოლასი. ვიცი. მართლა ბრეივჰარტს. ბრეივჰარტს ეწავიდა. კოლინ ჰენდრი. აი, კოლინ ჰენდრი, ხო, კი ანუ ხო. მოდი პარადოქსები იყოს. დალგლიში ამოწურეთ ამასობაში. კი ბატონო, მივადგეთ აბა პარადოქსებს. დაუჯერებელი პარადოქსები. სკვადრატურაში მისი თამაში 1992 წელს 59 მატჩით შეწყდა. მაგრამ პარადოქსია, რომ კარიერის მთავარი ტიტულები, UEFA-ს თასი, თასების მფლობელთა თასი და ჩემპიონთა ლიგა ამის შემდეგ მოიგო. როგორც მახსოვს, ჯანლუკა ვიალის ჰქონდა არიგო საკისთან კონფლიქტი და არ იძახებდა ნაკრებში. ითვალე კულა, ეგ არის. პარადოქსები მაქვს სკელში. ვაბრუნებ. მოდი აბა პოტერი ვნახოთ ისე. კი ბატონო, გრემ პოტერი და ფენიქსის ორდენი. რთულად აღსაზრდელ ამ ფრანგს გრემ პოტერი გაჭირვებით უმკლავდებოდა. დღეს მარსელში თამაშობს და ბრაიტონის კიდევ ერთი ყოფილი მწვრთნელის დეძერბის ფეხბურთელია. ვინ არის ეს? რთულად აღსაზრდელი. დრო. ამოიწურა. არ ვიცი. კიდევ მარტო რაბიო მიტრიალებდა თავში. მაგრამ რაბიო არ არის მაგის პასუხი. დრო. კურცუმა, მაგრამ არ არის მარსელში. არც ეს არის ორი. ნილ
ნილ მოპე. ოჯარ. მოპე. კაი, მოდი პარადოქსებზე კარგი ხამარ გაჭერილი ტალღა. კარგი ტალღა დაიჭერე პარადოქსებზე. დაუჯერებელი პარადოქსები. ეს ქვეყანა UEFA-ს რეიტინგში ყველაზე მაღლა მყოფია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ან ჩემპიონთა თასის ფინალში მონაწილე გამარჯვებული ფეხბურთელი არასდროს ყოლია. მაგრამ მცდელობა 5 ჯერ ჰქონდათ. პირველად 2002 წელს, თუმცა ლევერკუზენმა ის ფინალი წააგო. რომელი ქვეყნის შვილ ფეხბურთელებზეა საუბარი? გაიგეთ რომ მოდი იყოს ბულგარეთი. არასწორი პასუხია. გაქვს ხა შენ 5 წამი იმისთვის რომ პასუხო. და დაეწიო 8-8-ზე. გავიდა ამას უკვე. ლატვია? არა. აი ეს ვისაც აქ საუბარია. ლევერკუზენმა ის ფინალი რო წააგო 2002 წელს, ის ფეხბურთელი რომელიც აქ იგულისხმებოდა. პირველი, შემდეგ კიდე ბევრი იყო მაგ ქვეყნიდან, იყო ილდირაი ბაშტურკი. თურქეთს ყავს ჩემპიონი, არდეგიულერმა მოიგო ლიგაში არშან წინ. ფინალში მონაწილე. არ უთამაშია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ყავს. ანუ ერთ წუთი კითხვა წავიდითხავ. ხო, ან ფორმულირებაში არის. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილე გამარჯვებულიო. კი ბატონო. მაშინ ხო, ანუ ვინც გამოვიდა მინდორზე ის იგულისხმება. ხო. კი ბატონო. აი თურქეთი მაგიტო გამოურიცხე რომ არ დამოიგო რა. ამიტომ ძალიან ნელა და ხაზგასმით გითხულობდი ყველა სიტყვას. მე რაღაცა კიდევ უფრო დაბალი რეიტინგის ქვეყანაში წავედი. თურქეთი იყო სწორი პასუხი. კი ბატონო. ეხა ჩემი 7 რჩება. საკმაოდ ძიმედ მივდივართ. კარგით, რა ისენი გვაქვს, რა თემები დაგვრჩა? რომა ლაციო და მოქალაქეები. ერთ დროს ერთ გუნდში ჩვენი ჩემპიონატის კაპიტნები, რეპლიკანტები დამორჩა. აბა ერთ დროს ერთ გუნდში ვნახოთ, ვინები იყვნენ. ნახოთ. ერთ დროს ერთ გუნდში. ობამეიანგი წელს მარსელში დაბრუნდა და პირველ ტურებში გამოჩნდა, რომ დღესაც ფორმაშია. აი ფენომენმა რონალდომ კარიერა 14 წლის წინ დაასრულა. მაგრამ იყო დრო ეს ორი ამ კლუბში თანაგუნდელები იყვნენ. წესით რიგით მილანში. სწორი პასუხი. ეგ არის კათანაბრ ანგარიში, 8-8. მოდი რეპლიკანტები იყოს ეს. რეპლიკანტები საკმაოდ რთულად მივდივართ. გვაქვს 8-8. ჯამში ჩვენ გვაქვს დარჩენილი 6 კითხვა. არის რაღაც შანსი თუ ასე გააგრძელებთ, ასე გადასარევად წყალებში, რომ კითხვები ამოიწუროს და რა ქულებიც გექნებათ, იმ ქულებით დარჩეთ. ასეთი რამ ჯერჯერობით არ მომხდარა. სპეციალურად არასწორი უნდა თქვა. რეპლიკანტები? ერთი მაინც უნდა გამოვიცნო. ერთი 1992 წელს შტუტგარტის ფორმით ბუნდესლიგის ბომბარდირი გახდა. მეორე გერმანიის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონი კაპიტანია. ეს უკანასკნელი სანამ მუნდიალს მოიგებდა, ომის დროს აღმოსავლეთ ფრონტზე სამხედრო ტყვე იყო. აბა გამოიყვანა ეხლა. ორი ცნობიანი განტოლება. ერთი პასუხით. ორი ცნობიანი. იყო იმ გერმანიის კაპიტანი. ნუ ცნობიანი კი არა, ინტეგრალური განტოლება არის ეგ ისე ფერას. ფრიც ვალტერი? საიდან მიხვედი მაგ პასუხად? როგორც მახსოვს, კაპიტანი იყო ფრიც ვალტერი 54-ში გერმანიის ნაკრების. სწორია! ეგ არის. მოხსნა ინტეგრალური განტოლება. 9 ამოხსნა. იმიტომაც არის. კარგი, მოდი რომა ლაციო ვნახოთ აბა. კეთილი. რომა, ლაციო და მოქალაქეები. 2001-2002 წლების სეზონში ჩემპიონობის შემდეგ რომას ბევრი სულაც არ დაუხარჯავს. თუმცა დაახლოებით 25 მილიონი ევრო ბარის ამ თინეიჯერში გაისროლა. ვინ იყო ეგ? თუ გახსოვს. კასანო ხო არა? სწორია, ანტონიო კასანო, სწორი პასუხია. 9-9. და მოდი და საქართველოს ჩემპიონატის კაპიტანი. არა, რომა ლაციო დავტოვოთ. ამოვიღოთ ეს ბოლო კითხვა? კი, ამოვიღოთ. ვაუ! 9-9. და შენ კითხვას ვიღებ. 9-9. ლაციოს სკუდეტო სულ ორჯერ აქვს მოგებული. პირველი ტიტული 1974 წელს მოიგო, როცა გუნდს დარლინგტონში დაბადებული ინგლისური წარმოშობის ეს კაპიტანი ჰყავდა. წარმოიდგინა.
შენცი? ანალოგიურად. არა, არ ჩავ თუ აზრი არა აქვს. შანსი არ არის. თქვენ არ ვიხუტებდი გულზე ამას. თქვენთან უნდა დარჩენილიყო. ჯუზეპე ქვია, გვარი ხო არ გახსოვთ? გარიბალდი რამის. ინგლისური გვარით, ვილსონი. არა. არა, ეგეთ ვინ არ გამიგია. ამ კითხვას გამორჩეულ ადგილს მიუჩესო, აქ ვიწყობ ხოლმე ჩემი, თქვენ? რა ვქნათ? კაპიტნები დაგვრჩა ხო? 9 დარჩა. საქართველოს ჩემპიონის კაპიტანი. კიდე უნდა გავაკეთოს. კარგი, ვინ ირჩევს? მე მგონი ჩემი დროა ხო? კი ბატონო. და რას ირჩევ რო? არც არაფერს კაპიტნები დარჩა მარტო. აი, ღირსები ხართ რომ ბაქამდე მივედით, ხალხ რო არ კიდებდით ამას. ჩვენ ბედს წვეთს ხო ეს. კი ბატონო, არჩევანი არის. ვინც ამ კითხვას იღებს, ის იგებს რაუნდს. მისი ძმა წელს პორტუგალიაში გადავიდა. მან კი იბერია 1999-ის კაპიტნის სამკლავური მოირგო. გიზი, მამაგეიშვილი. სწორი პასუხია! მეათე ქულა და ეს რაუნდი მოგებული გაქვს. 2-1 საერთო ანგარიში თამაში გაგრძელდა და დაგჭირდა მეოთხე რაუნდი. გამარჯობა ჩემი სახელია. მეოთხე რაუნდი გადაწყვეტს ძალიან ბევრს ამ თამაშში. გამარჯობა ჩემი სახელია. თემა არ ვიცით. 1-დან 5-მდე გიორგი შენასახელებ როგორც ბოლო რაუნდში გამარჯვებული. 4 არ აგვიგია, ჯერ და იყოს 4. კი ბატონო. მაგ უცნაური ლოგიკით, რომ არ აგვიღია ჯერ და რატომაც არაო? კი ბატონო. იყოს 4. if ესპანელი მწვრთნელები. კარგი თემა. მაშასე. შეგახსენებთ რომ გამინუსებაც არის აქ. +10, -10. ასე რომ შეცდომის ფასი ძალიან დიდია, დაგვიანების ფასიც საკმაოდ დიდია. მოწინააღმდეგე გასწრებთ. 26 წლის ვიყავი მწვრთნელობა რომ დავიწყე. რეალის მეორე გუნდს კასტილიას და 19 წლამდელებს ბევრჯერ მოვაგებინე ასაკობრივი ჩემპიონატი და თასი. ჟოზე მოურინიოსთან ჩემი ბატალიები ინგლისური ფეხბურთის უკვე კლასიკად ქცეული ნამუშევრებია. მესამე მინიშნება. რაფა ბენტესი. +10. ჩვენი კაცი. ფეხბურთელობისას ყველაზე დიდ წარმატებას ატლეტიკში მივაღწიე. 1984 წელს ლა ლიგაც მოვიგე და თასიც. ერნესტო ვალვერდე. -10. ვალვერდე არა. ვაგრძელებ შეკითხვას, შეგიძლია ბოლომდე მომისმინო. მე იმ გუნდის მარცხენა მცველი გახლდით. 2015 წელს ესპანეთის 19 წლამდელებს ევროპის ჩემპიონატი მოვაგებინე. 2019 წელს კი ეს 21 წლამდელებშიც შევძელი. და მესამე მინიშნება, რომელიც ძალიან გაგიადვილებს ჩემი აზრით. 2023 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ალბათ ვერ მიტანთ, მაგრამ რას იზამ? ფეხბურთია. ყველაფერი ხდება. შეგახსენებ რომ თუ იცი +10 გაქვს, მაგრამ თუ შეგეშლება -10 გაქვს და აქ უფლება გაქვს არ გარისკო და 0-ზე დარჩე. მაგრამ ძალიან დასანანი ქულა იქნება ეს რო ვერა. შენ მე მგონი უკვე ძალიან კარგად იცი, მაგრამ გვიანია. წინა წლის სექტემბრის შემდეგ, ხო? დრო იწურება დელა ფუენტე. ლუის დე ლა ფუენტე. დააჭირე და ისე მითხარი. ლუის დელა ფუენტე. გამარჯობა, შენი სახელია ლუის დე ლა ფუენტე +10. კი, აღა ანდონი რაულა ვთქვი. შემდეგი შეკითხვა. მე ის კაცი ვარ, ვინც ბაიერნის კარი დაალაშქრა 1974 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალში. იმავე წელს დავინიშნე მადრიდის ატლეტიკოს მთავარ მწვრთნელად და კლუბს საკონტინენტაშორისო თასი მოვაგებინე. ისმენთ? ლუის არაგონესი. სრული პასუხი მინდა. გამარჯობა, ჩემი სახელია. გამარჯობა, ჩემი სახელია ლუის არაგონესი. კარგად ჟღერს და სწორი პასუხია. 20-ით 0. სევილიას ევროპის ლიგაზე ბოგინი, ჩემი დაწყებულია. ხუან დე რამოსი. კარგია. 10 ქულა, ამას გამოწევთ აქეთ. 10 ქულა, 20 ქულა. 80-იანი წლების რეალის ერთ-ერთი სუპერ ვარსკვლავი ვიყავი. იმ გუნდში მე და რაფაელ გორდილიოს მარცხენა ფლანგი გვებარა. ჩემი ყველაზე დიდი სანაკრებო წარმატება ევრო 1984-ის ფინალია, ხოლო როცა გუნდს ვწვრთნიდი, არ მიმართლებდა. 2000 წელს ზიზუს საფრანგეთმა გადამიარა, 2002 წელს კი მსაჯებმა გაგწირეს.
კამაჩო. გამარჯობა. კამაჩო, ჩემი სახელია ხოსე ანტონიო კამაჩო, ხო? Yes! სრული სახელი მომწონს. 30-10. ყველაფერი წინ გვაქვს. გამინუსება ხანდახან ყველაფერს ყირამალა აყენებს, ასე რომ ყურადღებით, ფრთხილად და სწრაფად. ალფრედო დი სტეფანო ჩემი ნათლია. მაგრამ რეალამდე ვალენსიის მარჯვენა მცველი ვიყავი თან 10 წლის მანძილზე. 2019 წლის სექტემბერში ჩემი უოტფორდი მანჩესტერ სიტიმ 8-0 გაანადგურა. ამაზე მწარედ კიკე სანჩეს ფლორესი. Yes! ენის წვერზე მედგა. ითვალე ქულა. 30-20. წინ გვაქვს 4 შეკითხვა. ყველაფერი წინ არის. დღეს იმ გუნდს ხელმძღვანელობ, რომელთანაც თბილისის დინამომ 1996 წელს ინგლისში 0-0 ითამაშა. საუკეთესო წლები ბილბაოს ატლეტიკში გავატარა. ანდონი ირაულა. შენ რა ფიქრობდი? მეც. შენც. მაგრამ მოგასწრო. გამასწრო. ერთხელ მაინც სრული პასუხი მითხარ. გამარჯობა, ჩემი სახელია ანდონი ირაულა. Yes. გაწადავთ ანგარიში 20. დილეფონტეს რო პასუხობ. მაშასე, სამი შეკითხვა გვაქვს. ყველაფერი მოსაუბრნელია, მეგობრებო. შესაძლოა 1985 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიდანაც გახსოვდეთ. მაშინ ჩემმა გუნდმა 3-ჯერ ითამაშა თბილისში. გულფურეთებს. 2012 და 2013 წლებში ზედიზედ მოვიგე ევროპის 19 და 21 წლამდელთა ჩემპიონატები. 2000 ხულენ ლოპეტეკი. გამარჯობა, ჩემი სახელია ხულენ ლოპეტეგი. გაიჭერი წინ 10 ქულით, 40-ით 30. ჩვენ დაგჭა 2 შეკითხვა. თუ ესეც წაგართვა, მეტი შანსი აღარ იქნება თამაშის გადარჩენის. ასე რომ ეს კითხვა ხელიდან აღარ უნდა გაუშვა. ლამასიას აღზრდილი ვარ, მაგრამ ბარსას მთავარ გუნდში მხოლოდ 3-ჯერ. მიკელ არტეტა. -10. წასული. და ამით ეგა. თამაში დამთავრებულია. თუ გინდა ბოლომდე წაგიკითხავ კითხვას ისე. მაგრამ მოდი გამოვაცხადებ, რომ ამ თამაშის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს, რადგანაც აქ რობა აღარც დააჭირო ხელი, არც უპასუხო, მაინც აღარ გეყოფა შენ ქულების აღარ გამინუსდება, შენ კი ვეღარ დაეწევი. შესაბამისად, საერთო ანგარიშით 3-1 ეს თამაში მერვედფინალი მოიგო გაბრიელმა. გილოცავ გაბრიელ. ძალიან დიდი მადლობა, გიორგი, კარგი თამაშისთვის წარმატებებს გისურვებთ. ამ კითხვაზე პასუხი რა იყო, უბრალოდ მაინტერესებს. ნიშნება უთხარი მეორე. მიქაელ ლაუდროპი შევცვალე კიევში, დინამოსთან მოგებულ მატჩში. 41 წლის ვიყავით საქართველოს ჩამოვიდა სამუშაოდ და ბარსელონის ასაკობრივ გუნდებს ვწვდიდი. ალექს არსი. ხო. ამას ვერ გამოვიწყდა. ბევრია, 3 თამაში ცოტა იყო არტეტას მგონი ბარსაში. მე ვაფშე უთამაშია ვარ. ხო, არ ვიცი, ალექს არსი. ამას ვერ გამოვიწყდა. საქართველოს ჩამოსვლაზე აიღებდი ხო უეჯო? არა, მე ამას არ ვიცოდი ეს ისე. კარგი. აი თამაში იყო. ბოლოს. გამოიწერეთ, ჩვენი არხი არ გამოგცეთ კარგი თამაშები დროებით. თuliდი რომ ერთ-ერთი რაუნდი რომლის მოგებაც შემეძლო, ალბათ პირველ რიგში აი ჩამოთვალე რა ხან აღარ იყო, ნუ პაპაკარლოს ყუთზე გავაკეთე, ასე ვთქვათ, ჩემი ავანსი იმედები მქონდა რომ მაგას მოვიგებდი. და გამოვიდა კიდევაც და საბედნიეროდ 3-4 რაუნდში მონაწილეობა მივიღე, რადგან ძალიან ყვაყოფილი ვარ. პირველ რიგში მადლობა მოლოცვისთვის და მადლობა ორგანიზატორებს თამაში მოწვევისათვის და ამ შესანიშნავი თამაშის გამოცდილების კიდევ ერთხელ მიღებისათვის. დღევანდელი თამაში ძალიან საინტერესო იყო, როცა წილის ხას უყურე და ნახე რომ ფინალისტების გამარჯვებას თამაშებოდი. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო ჩემი მოწინააღმდეგე, თუმცა ხედავ უყურე თელავის შესარჩევს და მივხვდი რომ საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგესთან მქონდა საქმე. და თამაშმა ასეც გამოაჩინა რეალურად კი მანამდე იმის შანსიც იყო რომ 3-0 მორჩენილიყო ეს შეხვედრა, თუმცა ესეც არ გამოხატავდა იმ ძალთა თანაფარდობას, რაც იყო. ძალიან ახლო თამაში იყო და რეალურად 1-2 პატარა დეტალმა გადაწყვიტა გამარჯვებულის ვინაობა. სხვათა შორის აი ეს პირველი რაუნდი დალაგების კაი ცვლილება იყო, ველოდებოდი ჩამოთვალეს, ის რაუნდი ძალიან მიყვარდა, მაგრამ ეს რაუნდი ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი იყო, საინტერესო. ორი კითხვა რო იყო დარჩენილი და წინ რო ვიყავი, ჩემ თავს ვუთხარი რომ ზედიზედ ორჯერ არ უნდა დაგასწროს ხო და აი მანდ მივხვდი რომ მოგება ახლოს იყო და მე მოწინააღმდეგემაც გამიმარტივა, როცა არასწორად უპასუხა კითხვას. ძალიან ვისიამოვნე გავერთე პირველ რიგში, ამისთვის მოვედი აქ, რომ თავი მეცა და ბედი მეცა და ამ პროექტში და ძალიან ასეამოვნებ, ძალიან კმაყოფილი დავჭი. შეიძლება წავაგე, მაგრამ წავაგე ძალიან ძლიერ ოპონენტთან
რომელიც როგორც უკვე მაყურებელმა იცის, ყველას მაგარ კონკურენციას უწევს და ბევრს მაგარს ამარცხებს. ასე რომ მეოთხედფინალში გამომსვლელს ელოდება სერიოზული ოპონენტი იქიდან. და რავი, მე ის გავაკეთე, რისთვისაც მოვედი პრინციპში სიამოვნება. მივიღე, ვითამაშე, ის თამაში, რომ ის თამაშის დიდი ხანია მინდოდა და რას ვავარე გავერთე ამით. მზადება ასეთ თამაში ცოტა რთულია მოიმზადო ზოგადად. ანუ რა ჩვეულებრივად გავაგზავნე ფეხბურთის უსყურებას, რაც სახამდე ვაკეთებდი და რაც მოხდება, ისედაც უნდა დავიმახსოვრე. რაც შეეხება გაბროსთან თამაშს, შარშანდელი თამაში იყო ძალიან კარგი გამოცდილება, ძალიან დიდი ადრენალინი, რა თქმა უნდა გულის წვეთაც იყო, წაგებიდან გამომდინარე, თუმცა ესეთი თამაში ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა და ვეცდები წელს უკვე რევანში ავიღო, რაც იქნება ურთულესი დარწმუნებული, იმიტომ რომ გაბრო ამ ფორმატში ერთ-ერთი საუკეთესოა შარშანაც გამოჩნდა, როცა ამ თამაშს საერთოდ გოუთი ტატო ბაციკაძე დამარცხა. ველიჯან, გაასწორე ერთი ისა. ეს ორი კითხვა საინტერესოა, მაგრამ გავხარჯო? უთხრა? არაო. არაო. განუმეორებელი ვიყავი? ერთადერთი ვახ, ძალიან გუგუნებს ესე რა უყო ყურს. ვაჰ, კაი იყო, ეს კაი თამაში გამოვიდა. აუ, ეს მაგარი იყო მართლა. ნუ ეხლა მაგარი იყო თუ არა. არანაირად არ იყო, კარგიც კი არა მაგრამ საშინელებები ვაკეთე. კი, თქვი ყველაფერი ეს რა უნდა მოიგო საერთო ანგარიში 2-1 შესაძლოა თამაში გაგზავნა და გავიწვი გამარჯვება ჩემი სახელია. ხო თქვი კაცო? კი. თორე ეს ვერსია დატოვეთ ეხლა რას თქვი? ეს უფრო კაი იქნება. მაგას ისეთი დედა ყავს რომ ყვითელ ფურცლებს კითხულობთ ყოველ ბევრს. ერთადერთი რაც სასწრაფოდ უნდა შეცვალო აქედან უნდა ხო გახსნა Instagram. და დააფოლოვო.